იცოდი რომ ლეგენდარული G-კლასის შექმნა Mercedes კინაღა მილიარდობით დოლარის დანაკარგის ფასად დაუჯდა. ირანის შაჰს კი ტახტის ფასად. როგორ გამოძვრა Mercedes-ის 70-იანი წლების ყველაზე დიდი ავტოკრიზისიდან. ირანის შაჰი მუჰამედ რეზა Mercedes-ის ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერი იყო. ამ დროისთვის ირანს მუდმივი დაპირისპირება ჰქონდა ერაყთან. მუჰამედ რეზამ სამხედრო მიზნებისთვის Mercedes 20,000 ერთეული გამძლე ყველგან მავალი შეუხვեց, როგორც სიცივეში, ისე უდაბნოს პირობებში თავისუფლად შეეძლებოდა გადაადგილება. მართალია Mercedes-ის ინჟინრებმა შეკვეთის შედეგად უნიკალური სამხედრო მანქანა შექმნეს, მაგრამ რეზას შიიტურმა სამღვდელოებამ დასავლეთთან კავშირში და ხალხის ფულის გაფლანგვაში დასდო ბრალი. შედეგად მოხდა ისლამური რევოლუცია. ხელისუფლებაში მოსულმა აიათოლამ კი აღარ შეიძინა აღნიშნული ავტომობილები. სანამ გეტყოდეთ როგორ გამოძვრენ Mercedes-ის მესვეურები ამ რთული სიტუაციიდან, გახსოვდეთ რომ მანქანის გასაკეთებლად შეგიძლიათ გამოიძახოთ Garant Motors-ის წარმომადგენელი, რომელიც მოდის მიყავს ავტომობილი და უკან გარანტიით შეკეთებულს გიბრუნებს. Mercedes-მა კი იდეალური გამოსავალი მონახა და სამხედრო G-კლასი მოარგო სამოქალაქო მოთხოვნა. მისი უნიკალური გამავლობისა და ოთხკუთხედი ფორმების გამო G-კლასი მალევე გახდა სიძლიერისა და სიმდიდრის სიმბოლო და მისი სამოქალაქო და სამხედრო გაყიდვებიდან Mercedes საშუალება მისცა გამოემუშავებინა ათეულობით მილიარდი დოლარი, რისი ზუსტი ციფრიც დღემდე უცნობია. თუმცა ცნობილია რომ Mercedes-ის 2023 წლის საერთო შემოსავალი 153 მილიარდ ევროს გადააჭარბა. სწორედ ესე სპონტანურად შეიქმნა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ყველგან მავალი G-ვაგონი.